ხორეშანი ცოლად უნდოდა შაჰაბას. უსაყვედურალ უარსაბსო, რომ უკეთესი და მიათხოვე თეიმურას და მე უფრო ნაკლები სილამაზის და გამომიგზავნეო. ხორეშანი ისეთი ლამაზი იყო, რომ სპარსეთის არც ერთი პოეტი დარჩენილა, რომ მისი სილამაზე და მშვენიერება არ შეექო. თეიმურას კი ასეთი რამ უპასუხია, რომ ჩემი რჯული რომ არ დავაგდე, ამიტომ ვეომები ირანს და ნუ რაღა მნიშვნელობა ექნება, მაშინ თქვენთან რაღაცო მოვალ მოსალაპარაკებლად თუ რჯული უნდა შევიცვალო. აი ამის შემდეგ თეიმურაზი ამბობდა, რომ ჩემს სამეფოში კოზმა და დამიანეს მსგავსი ადამიანები მოვიდნენ. ზურაბ არაგვის ერისთავმა სვიმონი მოკლა. ის თავისი ძმისშვილის სისხლს არ შეგვარჩენს და მისი მოჭრილი თავი გაუგზავნო შაჰს და თავი იმართლონ, რომ თეიმურაზი და მისი ოჯახი კავშირში არ იყო სიმონის მკვლელობასთან და მართლაც ასე მოხდება. და როგორც ჩანს, უდილაძეები ამზადებდნენ კიდეც აჯანყებას სეფის წინააღმდეგ, ისე განრისხდაო თეიმურაზი, რომ გადაწყვიტა ბარათიაშვილთა ცოლებისთვის ცხვირები დაეჭრაო. ირანის 100,000 ჯარისკაცი და მოლაშქრე დაიღუპა კახეთთან ბრძოლაში და კახეთი მაინც ვერ დაიმორჩილა ირანმა და შენ ეს ყველაფერი შეწერიო. ხორეშანმა ოღონდ კი დათუნა ბატონიშვილზე უშუამდგმლოს და შვილი გადაურჩინოს და მაშინ სთხოვს, რომ კარგი, აღარც კახეთი გვინდა, ოღონდ გზა მოგვეცი, რომ იმერეთში გადავიდეთ. დედოფალი ხორეშანი, ვარდისფერა, ასე უწოდებენ მას ევროპელი ავტორები, ხოლო აღმოსავლელი ავტორებისთვის ის არის ფერია, ფარი. რა თქმა უნდა, ეს ზედსახელები მას განსაკუთრებული სილამაზისა და მშვენიერების გამო შეარქვეს. დედოფალი ხორეშანი იყო მეუღლე თეიმურაზ პირველისა. მან ბოლომდე გაიზიარა თეიმურაზის ხვედრი და მისი ბედის უკუღმართობა. თუმცა ხორეშანი არ ყოფილა თეიმურაზის პირველი მეუღლე, ის მეორე მეუღლე იყო. თეიმურას თავდაპირველად ცოლად ყავდა გურიელის ასული ანა, სხვათა შორის ანა ქეთევან დედოფლის, თეიმურაზის დედის შერჩეული სარძლო იყო. ორიოდე სიტყვით შევჩერდები ანა გურიელის ასულზეც. თეიმურაზი, როდესაც დაქორწინდა, მისი მამა, მამია გურიელი, საკმაოდ გავლენიანი და ძლიერი მთავარი იყო დასავლეთ საქართველოში და ბუნებრივია, კახეთის სამეფო კარს სურვილი ექნებოდა მასთან დამოყრების, მათ დიდი ქორწილი გადაუხდიათ. თეიმურას ანა გურიელის ასულისგან შეეძინა ორი ვაჟი, ლევანი და ალექსანდრე, რომელიც შემდგომ შაჰაბასთან გაგზავნა ქეთევან დედოფალთან ერთად და ვიცით ამ ბავშვების ბედი ისინი დაასაჭურისეს და ერთი გარდაიცვალა და მეორე ჭკუიდან შეიშალა და ანა დედოფალი ძალიან მალე გარდაიცვალა. როგორც წყაროები გვამცნობენ, მას გაუჩნდა ყიყვი. ყიყვი ეს არის თანამედროვე ქართულ ენაზე ჩიყვი და ამას ძალიან განიცდიდა დედოფალი. ფარსადან გორგიჯანიძე გვიამბობს, რომ ყველანაირად ყველა ხერხს მიმართაო და ყველანაირი წამლობით იწამლაო ამ სნეულებაზე, მაგრამ არაფერმა უშველაო და აი ბოლოს 40 დღის მანძილზეო მხოლოდ ხმელი პური ჭამა და ზედ არახს აყოლებდაო, ეთყობა იმედი ქონდა, რომ ეს გაუქრობდა აი ამ ყელთან შესიებას და როდესაც ამანაც ვერ გამოიღო შედეგიო, შემდეგ თვითონ გაიჭრა ყელი და აი ამ თვითნებურ ოპერაციას ის ემსხვერპლა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ თეიმურაზი უშლიდა ყელის გაჭრას, მაინც არ დაიშალაო დედოფალმა და გადაყვა კიდეც. თეიმურაზმა ძალიან იგლოვა თავისი მეუღლე, 40 დღე ბნელში იჯდა, როგორც მემატიანე გვეუბნება და შემდეგ შავები არ გაუხდიაო. როდესაც თეიმურაზის გლოვის ამბავი შეიტყო ირანის შაჰმა აბას პირველმა, იგი თავისთან მიიწვია და შავები გაახდევინა. ანადიმა, ანადირა, ხორცის ჭამაც კი აიძულა. ესე იგი გლოვის ნიშნად თეიმურაზი მარხულობდა და ხორცს არ ჭამდა და შაჰ-აბასმა ის შესთავაზაო და მოკლედ ამით ფაქტიურად უბრძანა, რომ გლოვა დაესრულებინა და როდესაც გამოისტუმრა თავის ქვეყანაში, მას უთხრა, რომ ცოლად მოეყვანა ქართლის მეფის ლუარსაბ მეორის და
ხორეშანი. ლუარსაბ მეორეს ორი და ყავდა ხორეშანი და ელენე, რომელიც ლელა ბატონიშვილის სახელით არის ცნობილი. და ლელა ბატონიშვილი შაჰ-აბასის ცოლი იყო. და აი ჩვენო ქვისლები გავხდებითო, შაჰ-აბასმა ასე უბრძანა თეიმურას, უფრო მეტი სიმტკიცე გვექნება და თქვენც გაერთიანდებითო თეიმურაზი და ლუარსაბი. თეიმურაზი უარზე იყო, მას არ უნდოდა ხორეშანზე დაქორწინება და ამის საკმაო საფუძველი ჰქონდა. თეიმურაზი და ხორეშანი იყვნენ საკმაო ახლო ნათესავები. თეიმურაზის პაპა ალექსანდრე მეორე და ხორეშანის ბებია ნესტან-დარეჯანი იყვნენ და-ძმანი. და შესაბამისად ქართული ტრადიციით და მართლმადიდებლური კანონებით ასეთი ახლო რიგის ნათესავების დაქორწინება არ ხდებოდა, არ შეიძლებოდა. ამიტომ თეიმურაზმა მას უარი განუცხადა. მაგრამ შაჰ-აბასმა დაუშინა, რომ აუცილებლად მასზე უნდა დაქორწინებულიყო. იგი გამოისტუმრა კახეთში და ლუარსაბ მეორეს წერილი მიწერა, სადაც ასევე უბრძანებდა, რომ მისი და ხორეშანი ცოლად გაეყოლებინა თეიმურაზ პირველისთვის. საქმე იმაში არის, რომ ხორეშანი ცოლად უნდა გაყოლოდა და შეთანხმებულები იყვნენ ამაზე ნუგზარ არაგვის ერისთავის ვაჟს, ზურაბს. მასზე უნდა დაქორწინებულიყო, მაგრამ შაჰ-აბასის ამ გადაწყვეტილებამ ყველაფერი შეცვალა და მათ შორის ხორეშანის ბედით შეცვალა. რა თქმა უნდა, აი ეს ფაქტი, რომ ისინი იყვნენ ნათესავები, ძალიან დიდი უხერხულობა შექმნა. არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ და გამოსავალი რანაირად ეპოვათ. და მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელსაც კათალიკოსი, ეპისკოპოსები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ, მათ განიხილეს ეს კონკრეტული შემთხვევა და დაასკვნეს, რომ თეიმურას შეეძლო ხორეშანის ცოლად მოყვანა შემდეგი არგუმენტით. ეხლა სასულიერო პირებმა ძალიან კარგად იციან რა სიტუაცია არის ჩვენ ქვეყანაში, როგორი მძიმე დღეები უდგას ქვეყანას და შესაბამისად ისინი წავიდნენ აი ამ კომპრომისზე საქრისტიანოს გასაძლიერებლად. აი ეს იყო არგუმენტი. როდესაც ქართლი და კახეთი გაერთიანდებაო, ანუ ეს ორი მეფე ერთმანეთს დაუმოყვრდებაო, ამით საქრისტიანო კიდევ უფრო მეტად გაძლიერდებაო და შესაბამისად გასცეს კურთხევა, ნებართვა თეიმურაზის და ხორეშანის ქორწინებაზე. ეს იყო უხვედრი ქორწინება, აი ასე ქვია ძველ საქართველოში ნათესავებს შორის ქორწინებას და ამის სანაცვლოდ ერთგვარი საეკლესიო სასჯელი იყო ჯარიმა, საკანონო, რომელიც უნდა გადაეხადათ აი ამ მხარეებს და ჩვენ გვაქვს დოკუმენტი შემორჩენილი, ოფიციალური დოკუმენტი ლუარსაბ მეფის, რომლის ძალითაც საკანონოდ ის იერუსალიმის მამულებს და ქრისტეს საფლავს წირავს ქართლის სოფლებს, თერგვის და საღოლაშენს. სხვათა შორის ამ დროს ქართლში იმყოფებოდა იერუსალიმის პატრიარქი თეოფანე, როგორც ჩანს ისიც იყო ჩართული ალბათ ამ განხილვაში და ზუსტად თეოფანეს აძლევს აი ამ შეწირულების სიგელს ლუარსაბი. და როგორც ჩანს თეიმურაზსაც გაუღია ეს შეწირულება, ჩვენ მართალია უშუალოდ საბუთი არ შემოგრჩენია ამის შესახებ, მაგრამ ეგრეთ წოდებული პარიზის ქრონიკა გვამცნობს აი ამ ყველაფრის შესახებ, რომ თეიმურაზმაც ქრისტეს საფლავს კახეთში შეწირა სოფლები საკანონოდ. აი ამის შემდეგ უკვე შედგა თეიმურაზის და ხორეშანის ქორწინება, მათ ქორწილი გრემში გადაიხადეს და შეუდგნენ სამეფოს მართვას. ქართული წყაროების ნაწილი გვამცნობს სრულიად სხვა ცნობას და ეხლა რაში მდგომარეობს ეს ცნობა, რომ ხორეშანი ცოლად უნდოდა შაჰ-აბასს. თვითონ უნდოდა მას შაჰ-აბასს და აი ამის შესახებ საუბრობს ბესარიონ კათალიკოსი, ანტონ კათალიკოსი, ვახუშტი ბატონიშვილი, იოანე ბატონიშვილი, თუმცა ახლა შაჰ-აბასს ცოლად ყავდა ლელა ბატონიშვილი, ანუ ხორეშანის და კიდეცო უსაყვედურა ლუარსაბსო, რომ უკეთესი და მიათხოვე თეიმურას და მე უფრო ნაკლები სილამაზის და გამომიგზავნეო. ლელა ბატონიშვილი იგივე ელენე ირანში ცნობილი იყო როგორც ფათმა სულთან ბეგუმი, აი ამ სახელით იხსენიებდნენ მას.
შაჰ-აბასის აი ამ სურვილის შესახებ, რომ მას ხორეშანზე უნდა დაქორწინება, გვამცნობენ ევროპელი კათოლიკე მისიონერები, რომლებიც ამ დროს იმყოფებოდნენ საქართველოში. და არქანჯელო ლამბერტი ასეთ რამეს აღწერს, რომ როდესაც შაჰ-აბასმა თეიმურაზი გამოისტუმრა საქართველოში, მას უთხრა, რომ რადგანაც თქვენ ქრისტიანებს გაქვთ ჩვევა, რომ ერთი ცოლი გყავდეთ, ამიტომ ისეთი ღირსეული ქალი მოძებნე, რომ ცხოვრება არ გაგიმწაროსო. და ყველაზე შეგიძლიათ დაქორწინდე გარდა ერთისა. მას მხედველობაში ყავდა სწორედ ხორეშანი, რომელსაც ევროპელი მისიონერები დარეჯანის სახელით იხსენიებენ. და დაბრუნებულ თეიმურას მაინც სულ თვალწინ ედგა დარეჯანის სახე და ბოლო-ბოლო გადაწყვიტა, რომ მაინც მასზე დაქორწინებულიყო, რამაც ირანის შაჰი ძალიან განარისხა და აი ის ლაშქრობები, ის გამანადგურებელი ლაშქრობები, რომელიც მოაწყო მან კახეთის და ქართლის წინააღმდეგ, სწორედ ამას უკავშირებს ამ ამბავს. რა თქმა უნდა, ეხლა ეს ძალიან ესეთი ზღაპრული ამბავი არის, არარეალური არის და ლამის აი ტროელ ელენად არის წარმოდგენილი ხორეშანი, რომლის გამოც მთელი ეს შაჰ-აბასის ლაშქრობები გაიმართა საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ გვაქვს ესეთი ცნობებიც, რომ ხორეშანი ისეთი ლამაზი იყო, რომ სპარსეთის არც ერთი პოეტი დარჩენილა, რომ მისი სილამაზე და მშვენიერება არ შეექო. ამის შესახებ ჩვენ გვამცნობს ჟან შარდენი, თუმცა ის უკვე მოგვიანო პერიოდის ავტორი არის და დაცილებული აი ამ მიმდინარე მოვლენებიდან და ამასთანავე ასეთი რამ აქვს ნათქვამი, რომ ხორეშანის სიყვარულიო შაჰ-აბას შთააგონა მოურავმაო, რომელიც ლუარსაბზე იყო გადაკიდებული და რამენაირად უნდოდა, რომ მათ შორის შუღლი ჩამოეგდო. რასაკვირველია, შაჰ-აბას თავისი პოლიტიკური მიზნები ჰქონდა ქართლ-კახეთის მიმართ და ეს სიყვარული და გრძნობები არავითარ კავშირში არ იყო ამ ყველაფერთან და ჩვენ ვიცით, რომ 1614 წელს დაიწყო შაჰ-აბასის გამანადგურებელი ლაშქრობები ქართლისა და კახეთის წინააღმდეგ. თეიმურაზიც და ლუარსაბიც იძულებული გახდნენ, რომ გადასულიყვნენ დასავლეთ საქართველოში და იმერეთის მეფე გიორგისთვის შეეფარებინათ თავი. შემდეგ უკვე ლუარსაბი შაჰ-აბასთან გადმოდის და მას ატყვევებენ ირანში, გულაბის ციხეში არის გამოკეტილი. სხვათა შორის, როდესაც ლუარსაბის მოკვლას ბრძანებს შაჰ-აბასი 1622 წელს მისი ბრძანებით ლუარსაბი დაახრჩეს, აი ამის შემდეგ მის დას ლელა ბატონიშვილს ეყრება შაჰ-აბასი და მას ცოლად აძლევს კახეთის მმართველს ფეიქარ ხანს. რა თქმა უნდა, თეიმურასთან ერთად იმყოფება მისი ცოლი ხორეშანიც, ისინი იმერეთში არიან გადახიზნულები და თეიმურაზი კი ახერხებს პერიოდულად კახეთში დაბრუნებას, თუმცა შაჰ-აბასის ლაშქრობების შედეგად ისევ იძულებული ხდება, რომ დატოვოს კახეთი და საბოლოოდ ის ცხოვრობს იმერეთში. იმერეთში დაიწყო შიმშილობა, როგორც ჩანს, ძალიან გაუჭირდა მოსახლეობასაც და შესაბამისად სამეფო კარს შეფარებულ თეიმურას თავის ოჯახთან ერთად ის გადავიდა გურიაში, მამია გურიელთან და ამის შემდეგ ცდილობს, რომ დაუკავშირდეს ოსმალეთის სულთანს და მისი საშუალებით დაუპირისპირდეს ირანს. ოსმალეთის სულთანმა თეიმურას სარჩოდ მისცა გონიო და მისი მიმდგომი ტერიტორიები, სადაც თეიმურაზი სახლობდა და ჩვენ ვიცით, რომ 1622 წელს თეიმურაზი წავიდა სტამბოლში, სადაც ეახლა მოსალაპარაკებლად მივიდა ახალ სულთანთან, მუსტაფა პირველთან და მასთან მოლაპარაკება აწარმოა. თავისი ცოლი კი ხორეშანი, დედოფალი ხორეშანი დატოვა ოლთისში. ამ დროს სამცხე-საათაბაგოს მმართველი არის მანუჩარ ჯაყელი, მანუჩარ ათაბაგი და მან შეიფარა თეიმურაზის ოჯახი, თუმცა ისინი უკვე ოსმალეთის გავლენის ქვეშ არიან შესულები და როდესაც ხორეშანი ოლთისში არის, მას თავს დაესხმებიან ირანელები.
აი ამ ამბის შესახებ თითქმის ყველა ქართული წყარო გვიამბობს და ისინი ასეთ რამეს ყვებიან, რომ წინა ღამესო ხორეშანმა სიზმარი ნახაო, რომ ვარდებით სავსე ბაღში იყო, სადანაც გველები გამოვიდნენ და მისთვის კბენა უნდოდათ. ამ დროს ზეციდან გამოჩნდნენ ორბები, ეს გველები დააფრთხეს და ხორეშანი გადარჩა და სასახლეში შეასწრო ქვეწარმავლებსო. და როდესაც გაიღვიძაო, ცუდად ენიშნა ეს სიზმარიო, თანაც ის მარტო იყო დარჩენილი, თეიმურაზი ამ დროს სტამბოლში იყო წასული და გადაწყვიტა, რომ ოლთისის ციხეში შესულიყო და იქ გამაგრებული იყო და მართლაც იმ ღამეს ოლთისის ციხეს მოადგა ერევნის ხანი, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული, რომ ხორეშან დედოფალი ხელში ჩაეგდო. ამ დროს ხორეშანთან იმყოფებოდა საღვთო-ხუცესი ნოდარი და მან მოახერხა აი ამ ჯარის დამარცხება, გაძევება და თეიმურაზის ოჯახი გადარჩა განადგურებას. ძალიან მალე თეიმურაზიც დაბრუნდა, თუმცა ხელცარიელი დაბრუნდა, მან ოსმალეთის სულთანთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. როგორც წყაროები გვეუბნებიან, ოსმალეთის სულთანმა მას შემდეგი რამ უთხრა, რომ შენო სხვა რჯულის ხარო და შესთავაზა, რომ გადასულიყო მაჰმადიანობაზე. თეიმურაზ კი ასეთი რამ უპასუხია, რომ ჩემი რჯული რომ არ დავაგდე, ამიტომ ვეომები ირანს და რაღა მნიშვნელობა ექნება, მაშინ თქვენთან რაღაცო მოვალ მოსალაპარაკებლად თუ რჯული უნდა შევიცვალო. მოკლედ ასე იყო თუ ისე იყო, თეიმურაზ არ გაუმართლა, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ის ჩართული არის მანამდე ირან-ოსმალეთის ომში, 1618 წელს ჩართული არის ამ ომში, თუმცა ოსმალეთმა წარმატებას ვერ მიაღწია და ეს ომი ძალიან გაჭიანურდა და გახანგრძლივდა, პერიოდული დაზავებებით და შესვენებებით გაგრძელდა 1629 წლამდე და ბოლოს ზოჰაბის ზავით დამთავრდა. და თეიმურაზი ცხოვრობს გონიოში. ის აი ამ ციხესიმაგრეში არის თავისი ოჯახით, თავისი ცოლშვილით. ხორეშან დედოფალი იხსენიება ყველა იმ ისტორიულ საბუთში, რომელსაც გასცემს თეიმურაზი. ეს გვიანი შუა საუკუნეების წესი იყო, რომ მეფე თავის ოჯახთან ერთად იხსენიებოდა, თუმცა ჩვენ გვაქვს რამდენიმე დოკუმენტი, რომელსაც დამოუკიდებლად როგორც დედოფალი გასცემს ხორეშანი და ერთ-ერთი არის მისი შეწირულების წიგნი სვეტიცხოვლისადმი. ის სვეტიცხოველში აღაპს უჩენს თავის ძმას ლუარსაბს, მოგეხსენებათ ლუარსაბ მეორე შაჰმა მოკლა, წამებით მოკლა და ის კანონიზირებული არის და წმინდანად არის შერაცხული და ასევე დედამის თამარ დედოფალს, რომელიც ასევე ირანში ტყვეობაში გარდაიცვალა. ჩვენ მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ ერთი რამ არის ცნობილი, რომ ლუარსაბის ირანის შაჰთან ტყვეობაში გარდაიცვალა და დედამისიც თამარიც ირანის შაჰთან ტყვეობის დროს გარდაიცვალა და აი თავის ძმას და დედას უჩენს აღაპს სვეტიცხოვლის მონასტერში. მეორე საბუთი გახლავთ მანგლესის ღვთისმშობლის შეწირულების წიგნი, სადაც მანგლესის ღვთისმშობელს წირავს ბოლნის და უпроსტად ეს არის განახლება, რომელიც მანამდეც ქონია ეს წყალობა მანგლესის ტაძარს და ხორეშან დედოფალი განუახლებს და აი აქაც აღაპს განუწესებს ბატონებსო. როგორც ჩანს, თავისი მეუღლე თეიმურაზი იგულისხმება ამაში. ოღონდ აღაპი ამ შემთხვევაში ცოცხალთა სადღეგრძელოდ გადასახდელი აღაპი გახლავთ. ფრაგმენტული ცნობები გვაქვს ხორეშანის შესახებ დაცული კათოლიკე მისიონერებთანაც. აი მაგალითად ჩვენ ვიცით, როდესაც ისინი თეიმურაზთან მიდიოდნენ შესახვედრად, ასევე საჩუქრებით მიდიოდნენ ხორეშან დედოფალთან და აი არქანჯელო ლამბერტი წერს, რომ ასო ვაჩუქეთო ჩვენ საარკეო, ნაქარგი ხელთათმანებიო და გვირგვინებიო და ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ერთხელ როდესაც ხორეშან დედოფალი დასნეულებულა, კათოლიკე მისიონერებს განუკურნავთ დედოფალი და აი ამის შემდეგ თეიმურაზი ამბობდა, რომ ჩემს სამეფოში კოზმა და დამიანეს მსგავსი ადამიანები მოვიდნენ. კოზმა და დამიანე არიან წმინდანები, მკურნალები, რომლებიც მთელი ცხოვრება ადამიანების განკურნებას ემსახურებოდნენ. როგორ ვითარდება ახლა მოვლენები ქართკახეთში? 1625 წელს მარტყოფის აჯანყების დროს მოგეხსენებათ, რომ გიორგი სააკაძის მეთაურობით ქართველები სასტიკად დაამარცხებენ ყიზილბაშებს,
გაიმარჯვებენ, გააძევებენ მათ და თეიმურას მოიწვევენ ქართკახეთის მეფედ. ეხლა თეიმურაზი არის კახელი ბაგრატიონი და მას რა თქმა უნდა ეკუთვნის კახეთის სამეფო. მაგრამ ქართლის სამეფოში რა სიტუაცია არის ახლა მემკვიდრის თვალსაზრისით? ქართლს ყავს თავისი მეფე მოცემულ პერიოდში, ეს არის სვიმონ მეორე, იგივე სვიმონ ხანი, რომელიც გამაჰმადიანებული არის, ირანის ნების აღსრულებელი არის და ფაქტობრივად არის ირანის წარმომადგენელი ქართლში. და მარტყოფის აჯანყების შემდეგ ის თბილისის ციხე-სიმაგრეში შეიკეტება და ნუ რა თქმა უნდა ახლა ქვეყანამ რომელმაც დაამარცხა ირანის ჯარი ის პროირანული ორიენტაციის მეფეს სამეფო ტახტზე არ აიყვანს. კიდევ ერთი კანონიერი კანდიდატი არის ქართლის სამეფოსი, ეს არის ხოსრო მირზა, იგივე როსტომ ხანი, რომელიც მოგვიანებით გახდება კიდეც ქართლის მეფე, მაგრამ ხოსრო მირზაც ასევე გამაჰმადიანებული არის, ის საერთოდაც შაჰის კარზე ცხოვრობს და პირიქით აქეთ ირანელთა ლაშქარში მონაწილეობს და ჩვენ ვიცით, რომ მარაბდის ბრძოლის დროს ის ყიზილბაშთა ლაშქარში იბრძვის ქართველების წინააღმდეგ და ნუ ახლა მის ასეთ სიტუაციაში მისი მოწვევა სრული ანომალია იქნებოდა. რჩება ერთადერთი თეიმურაზი, რომელიც არის ცოლის ხაზით მემკვიდრე ქართლის სამეფოსი. სხვათა შორის, როდესაც მე ვსაუბრობდი არქანჯელო ლამბერტის ცნობებზე, სადაც ლაპარაკი იყო თეიმურაზის და ხორეშანის დაქორწინების შესახებ, იქ ასეთი რამე აქვს ნათქვამი, რომ თეიმურას ურჩევდნენ ხორეშანზე დაქორწინებას და ერთი ფრაზა აქვს გამოყენებული. ლუარსაბს არ ყავს შვილები და როდესაც ლუარსაბი გარდაიცვლება, მისი სამეფო შენ დაგრჩება. იმიტომ რომ ცოლის ხაზით ის იღებდა ამ მემკვიდრეობას. რეალურადაც ასე მოხდა. ნუ ლუარსაბს შვილები არ დარჩენია და აი მარტყოფის ბრძოლის შემდეგ თეიმურაზი მოიწვიეს და ის გახდა როგორც კახეთის, ასევე ქართლის მეფე და ქართკახეთის სამეფო მოცემულ პერიოდში დროებით გაერთიანდა. სხვათა შორის მსგავსი შემთხვევა ჩვენ გვაქვს მოგვიანებით, ისევ თეიმურასთან, ოღონდ თეიმურაზ მეორესთან და თეიმურაზ მეორე, როდესაც ქართლში მეფდება, მას ლეგიტიმური უფლება აქვს ცოლის მხრიდან. მისი მეუღლე თამარი არის ვახტანგ მეექვსის ქალიშვილი და შესაბამისად აქედან იღებს ის ქართლის სამეფოში გამეფების მისი საშუალებით იღებს ქართლის სამეფოში ტახტზე ასვლის უფლებას. ნუ თეიმურაზ პირველი გახდა ქართკახეთის მეფე. ჩვენ ვიცით, რომ მასა და გიორგი სააკაძეს შორის ურთიერთობა აირია და რასაც ბაზალეთის ბრძოლა მოყვა და აი ამ დროს ხორეშან დედოფალი ჩანს კიდევ რამდენიმეჯერ ფრაგმენტულად. კერძოდ თეიმურაზ პირველი გადაწყვეტს, რომ თავისი ქალიშვილი დარეჯანი მიათხოვოს ზურა ბარაგვის ერისთავს. ზურა ბარაგვის ერისთავს თავის დროზე ყავდა ცოლი, რომელიც ირანში შაჰის კარზე დატოვა მარტყოფის ბრძოლის წინ და ამის შემდეგ ამ ქალის კვალი იკარგება და აი მეორედ ის ქორწინდება უკვე თეიმურაზის და ხორეშანის ქალიშვილზე, დარეჯანზე. ეს ქორწინება განპირობებული იყო იმით, რომ ზურა ბარაგვის ერისთავი საკმაოდ ძლიერი ფეოდალი იყო და თეიმურაზი რომ არ დამოყვრებოდა, მას მიიმხრობდა გიორგი სააკაძეო, მის მხარეს დაიჭერდა და აი ამიტომ ამ ქორწინების გზით სცადეს, რომ ზურა ბარაგვის ერისთავი თავის პოლიტიკურ ბანაკში შემოეყვანათ. თუმცა ამ ქორწინების წინააღმდეგი ყოფილა ხორეშანი. ხვარაშანი, აი პარალელური ფორმები არის, ორივე ფორმით იხსენიება ის წყაროებში. მიუხედავად ხორეშანის განწყობისა, ეს ქორწინება მაინც შედგა. ამის შემდეგ როგორ ვითარდება მოვლენები. გიორგი სააკაძე მარცხდება, თეიმურაზი რჩება ქართკახეთში მეფედ, თუმცა სვიმონ ხანი, რომელიც ჩვენ ვახსენეთ და ის თბილისის ციხეში არის გამაგრებული, იგივე სვიმონ მეორე, ნუ ის პარალელურად აგრძელებს მმართველობას. ეხლა მას არანაირი ძალაუფლება, რეალური ძალაუფლება არ გააჩნია, მაგრამ ნუ თავის დროზე ის მეფედ იყო დასმული ქართლში და თეიმურაზის შთაგონებით თუ პირადი გადაწყვეტილებით, ნუ წყაროები სხვადასხვა ცნობას გვაძლევენ, ზურა ბარაგვის ერისთავმა სვიმონი მოკლა. აი ეს სვიმონ ხანი მოკლა. ამის შემდეგ უკვე ცოტა იძაბება
მდგომარეობა და რატომ. ხორეშანი ჩანს წყაროებში და ასეთ რამეს ამბობს, რომ სიმონის ბიძა ხოსრო მირზა, იგივე როსტომ-ხანი, ირანში შაჰის კარზე არის ყულა რაღაცი, ანუ ყულის ჯარის მეთაური. ეს იყო შაჰის პირადი გვარდია, ყულის ჯარი და მისი მეთაური არის ყულა რაღაცი ხოსრო მირზა. ის თავისი ძმისშვილის სისხლს არ შეგვარჩენს და ამიტომ გეგმავენ ასეთ რამეს, რომ მოკლან ზურაბ არაგვის ერისთავი, რომელმაც სიმონი მოკლა, როგორც დამნაშავე და მისი მოჭრილი თავი გაუგზავნოს შაჰს და თავი იმართლონ, რომ თეიმურაზი და მისი ოჯახი კავშირში არ იყო სიმონის მკვლელობასთან და მართლაც ასე მოხდება. ზურაბ არაგვის ერისთავს მიიპატიჟებენ საფურცლეს და შემდეგ უკვე ღალატით მას მოკლავენ და თავს მოკვეთენ. მის მოკვეთილ თავს, როგორც იყვნენ მოლაპარაკებული, გაუგზავნიან ირანის შაჰს და ირანის შაჰსაც გაუხარდა და ეამა ეს ამბავიო, რომ სიმონის სისხლი არ შეარჩინესო. ამის შემდეგ თეიმურაზ პირველს მაინც ურთულდება ურთიერთობა შაჰთან. შაჰ-აბასი ამ დროს უკვე გარდაცვლილი არის, ის 1629 წელს გარდაიცვალა და ტახტზე ადის სეფი პირველი, მისი შვილიშვილი, აბას პირველის შვილიშვილი. სეფი პირველის ტახტზე აყვანა როსტომის დამსახურება არის თავიდან ბოლომდე და 1632-33 წლებში თეიმურაზ პირველს ძალიან ურთულდება დამოკიდებულება და ურთიერთობა ირანის შაჰთან. კერძოდ რა ხდება? ის დაუდ-ხან უნდილაძესთან ერთად მონაწილეობას იღებს განჯა-ყარაბაღის დარბევაში. შაჰ-სეფი ამას არ აპატიებს, ჩაუთვლის აჯანყებად და როგორც ჩანს, უნდილაძეები ამზადებდნენ კიდეც აჯანყებას სეფის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, უნდილაძეების გვარს დაამხობს და გაანადგურებს სეფი პირველი. ამას ემსხვერპლება ირანში მცხოვრები და იქ მოღვაწე იმამ ყული-ხან უნდილაძე, ხოლო რაც შეეხება დაუდ-ხანს, დაუდ-ხანის გადაცემა სთხოვა შაჰმა თეიმურაზს, თეიმურაზმა ის არ გადასცა და თეიმურაზის და ცოლად ყავდა დაუდ-ხანს. დაუდ-ხანი გაიქცა ოსმალეთში და იქ შეაფარა თავი. და სეფი პირველმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თეიმურაზი ქართლის ტახტიდან ჩამოეგდო და იქ დაესვა თავისი ერთგული და სანდო ხოსრო მირზა, იგივე როსტომი და როსტომი 1633 წელს დიდი ლაშქრით, ყიზილბაშთა ლაშქრით და ირანში მცხოვრები ქართველი ფეოდალების თანხლებით შემოდის ქართლში. თეიმურაზი ემბზადება საბრძოლველად და აქ ერთი პასაჟი არის საინტერესო, რომ მას მძევლად ყავს ბარათაშვილების ოჯახის წევრები, ცოლები, მათი ცოლები და შვილები. და როდესაც როსტომი შემოვა ქართლში, ბარათაშვილებიც და ქართლის ყველა ფეოდალი მიემხრობა როსტომს. თეიმურაზთან ერთადერთი გამოცხადდა ამილახორი დანარჩენმა ფეოდალებმა მხარი დაუჭირეს ქართლში შემოსულ როსტომს. და ისე განრისხდაო თეიმურაზი, რომ გადაწყვიტა ბარათაშვილთა ცოლებისთვის ცხვირები დაეჭრაო. გამწარებულმა აი ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა აი ამას წინ აღუდგა ხორეშან დედოფალი და მან არ დაანება აი ამ სისასტიკის ჩადენა მეფეს. თეიმურაზ სხვა გზა არ ქონდა, მას წინააღმდეგობის გაწევის თავი არ შესწევდა როსტომის და იმ უზარმაზარი ლაშქრის, რომელიც როსტომს ახლდა და ისევ გადავიდა იმერეთში. იმერეთში ამ დროს მეფობს ალექსანდრე, ეს არის გიორგი მესამის ვაჟი და სხვათა შორის თეიმურაზის ქალიშვილი დარეჯანი, რომელიც ზურაბ არაგვის ერისთავზე იყო დაქორწინებული, აი შემდეგ უკვე დააქორწინეს იმერეთის მეფე ალექსანდრეზე და ფაქტობრივად თეიმურაზი და იმერეთის მეფე დამოყრდნენ და კვლავ იმერეთის სამეფო კარზე ხედავთ თეიმურაზს და მის მეუღლეს ხორეშან დედოფალს. ამის შემდეგ თეიმურაზი ცდილობს, რომ კახეთის ტახტი მაინც შეინარჩუნოს და იწყებს ბრძოლას კახეთისთვის. ეხლა როსტომსაც მიუხედავად იმისა, რომ ქართლის ფეოდალები მას მიუვიდნენ პირველ ეტაპზე, კარგად არაეწყო ქართლში საქმე თავდაპირველად, მის წინააღმდეგ ძალიან ბევრი აჯანყება და გამოსვლა
მოხდა, აი ფეოდალები ზედიზედ აწყობენ აჯანყებებს და ეს ფეოდალები შემდეგ, როდესაც როსტომთან ბრძოლაში დამარცხდებიან, გარბიან ისევ კახეთში და კახეთს აფარებენ თავს, იმიტომ რომ იქ როსტომის იურისდიქცია არ ვრცელდება და შესაბამისად ვერ დასჭის მათ როსტომი. და თეიმურაზი მოახერხებს კახეთის დაბრუნებას და კახეთის მეფე ხდება, ის კახეთს მართავს. მაგრამ ეს დაპირისპირება, რაც თეიმურაზსა და როსტომს შორის არის, გრძელდება წლების მანძილზე. და როგორც წესი დამარცხებული გამოდის ხოლმე თეიმურაზი. დამარცხებულ თეიმურაზს როსტომთან შუამდგომლობს თავისი მეუღლე ხორეშანი. რადგანაც ის როსტომის ნათესავი არის, იმიტომ რომ ქართლის ბაგრატიონი არის. და საბოლოოდ როსტომსა და თეიმურაზს შორის გადამწყვეტი ბრძოლა მოხდება 1648 წელს. ეხლა რა სიტუაცია არის? როსტომს ქართლის მოწინააღმდეგე ფეოდალები ყველა დამარცხებული ყავს, ყველა შემორიგებული ყავს, ვინც მის წინააღმდეგ აჯანყებას აწყობდა და უკვე როსტომი გადადის შეტევაზე კახეთის წინააღმდეგ. და ის თეიმურაზს ედავება სიმონის სისხლს. აი ამ სიმონ ხანის, სიმონ მეორის სისხლს, რომლის გამოც ზურაბ არაგვის ერისთავი გაიწირა. როგორც ჩანს, აი ამის შესახებ დიდხანს იყო საუბარი, როსტომის თავაზობს, რომ ჭობა მოაწყონ და აქ ძალიან საინტერესო არის ერთი მომენტი, სადაც როსტომი ეუბნება, რომ მოდიო საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოვიყვანოთო რჯულის მცოდნე ხალხიო და ქართლისა და კახეთის გარდა ის ასახელებს იმერეთს, გურიას, ოდიშს და ახალციხეს. ახალციხე ამ დროს წაღებული აქვს ოსმალეთს მთლიანად, მაგრამ თავისთავად აი ამ ფრაზაში ჩანს, რომ ერთიან საქართველოს ისევ აღიქვავენ აი ამ კუთხეების შემადგენლობით. ეს ბჭობა როგორც ჩანს, გაბჭობა ამ საკითხზე არ მომხდარა, მაგრამ მოხდა ბრძოლა 1648 წელს. როსტომს რა თქმა უნდა ეხმარება ყიზილბაშთა ლაშქარი, გარდა ქართლის ლაშქრისა და ორად გაიყოფა კახელთა ლაშქარი თეიმურაზის მეთაურობით და დათუნა ბატონიშვილის მეთაურობით. დათუნა ბატონიშვილი არის თეიმურაზის ერთადერთი გადარჩენილი შვილი და მემკვიდრე, მას მეტი მემკვიდრე არ ყავს და ის დგას ქიზიყში და მას თავს დაესხმებიან ყიზილბაშები. თეიმურაზი ებრძვის როსტომს და აი ამ ბრძოლაში მოხდება ისე, რომ დათუნა ბატონიშვილს მოკლავენ. ის დაიღუპება. თეიმურაზიც დამარცხდება, თუმცა თეიმურაზმა და ხორეშანმა არ იციან შვილის გარდაცვალების ამბავი. და აი დამარცხებულმა თეიმურაზმა რაღაცა გამოსავალი უნდა ნახოს და ის თავის ცოლს ხორეშანს ეუბნება, რომ წავიდეს როსტომთან მოსალაპარაკებლად. მისი ნათესავი არის, ფაქტობრივად ელჩობას დიპლომატიურ მისიას თხოვს თავის ცოლს. ხორეშანი მართლაც წავა როსტომთან და აი ეს მოლაპარაკება დეტალურად აქვს აღწერილი ფარსადან გორგიჯანიძეს. როსტომს მოახსენეს, რომ დედოფალს უნდა მასთან შეხვედრა და მან ბრძანება გასცა, რომ არავის სიტყვა არ დაცდენოდა დათუნა ბატონიშვილის გარდაცვალების შესახებ. როსტომი ცხენზე ამხედრებული მიდის ხორეშან დედოფლის შესახვედრად, აი ასევე ცხენზე ამხედრებული არის თავად ხორეშანიც და როდესაც ერთმანეთს დაინახავენ, როსტომი ჩამოქვეითდება, ასევე ხორეშანიც ჩამოქვეითდება და როდესაც ხორეშანი მივა როსტომთან, დაეცემა და მის ფეხებს მოეხვევა. ესო ძალიან იუკადრისაო როსტომაო, მაშინვე წამოაყენაო ხორეშანი, გადაეხვია და აი ერთმანეთს გადახვეულები ცხარეთ და დუღარეთ ცრემლით ტიროდნენ. და როგორც ფარსადან გორგიჯანიძე გვეუბნება, რომ ხორეშან ბატონიშვილისო ერთი ხელი ეკავა კათალიკოს, მეორე ხელი ლუარსაბ ბატონიშვილს და აი ასე ესაუბრებოდა როსტომსო. თუმცა იმ დღეს ტირილის და მოთქმის მეტიო არაფერი არ მომხდარაო და ისინი გაიყარნენ. როსტომმა თავისი კარვის გვერდით დედოფლისთვის კიდე ცალკე კარავი დაადგმევინა და ის პატივით მიიღეს ამ კარავში. როდესაც ხორეშანი თავის კარავში განმარტოვდა როსტომთან, როსტომმა თავისთან დაიბარა ლორე ბამბაკის
ლორე ბამბაკის პატრონი და მას კითხა რჩევა, როგორ მოქცეულიყო და მან ასეთი რამე ურჩია, რომ შენ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიე კახეთში, ირანის 100,000 ჯარისკაცი და მოლაშქრე დაიღუპა კახეთთან ბრძოლაში და კახეთი მაინც ვერ დაიმორჩილა ირანმა და შენ ეს ყველაფერი შეწერიო. ახლა აქ რა თქმა უნდა რიცხვები გადაჭარბებული არის, ის ხოტბას ასხავს როსტომს და ურჩევს რომ რაკიღა უკვე დამარცხებული ყავს თეიმურაზი, გაიცალოს და თეიმურაზი თავისი ცოლით ხორეშანი დატოვოს ისევ კახეთში მმართველებად. და როსტომიც ამაზე თანახმა იყო, მაგრამ შემდეგ მასთან მივიდნენ კახელი ფეოდალები, რომლებმაც თეიმურას უღალატეს და როსტომს მიუვიდნენ და მათ ასეთი რამე უთხრეს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ყავდა თავისი მემკვიდრე, ამისთანა შვილი და მაშინ არ დაგემორჩილა და მაშინ გებრძოდა და ახლა როდესაც შვილი დაკარგა, ის შენ არ შეგირიგდება, ყოველთვის გაგამწარებსო და აი ამ სიტყვებმა როსტომის მოწყალე ბუნება შეშალესო, ასე უწერია ფარსადან გორგიჯანიძეს. ამასობაში ეს ფეოდალები მივიდნენ ხორეშან დედოფალთანაც და ახლა ხორეშან დედოფალს უთხრეს, რომ როსტომისთვის ეთხოვა, რომ მისი შვილი დათუნა ბატონიშვილი ყიზილბაშებისგან გამოეხსნა შახის კარზე, როდესაც გაგზავნიდნენ ეშუამდგომლა შახთან, რომ დათუნა დაებრუნებინა და მათ ძალიან კარგად იციან, რომ დათუნა გარდაცვლილია, მაგრამ აი ამით მემკვიდრით აპელირებენ და ამით უпростоრად სპეკულირებენ ამით. მეორე დღეს როსტომი თვითონ მივიდა ხორეშანთან მოსალაპარაკებლად და ხორეშანმა მას უთხრა, რომ დათუნა ბატონიშვილს უნდა და ყოველთვის შენთან მოსვლა და რადგანაც ჩვენ მეტი მემკვიდრი არ გვყავდა, ამიტომ ვერ უშვებდით შენთან. არც შენ გყავს შვილი, არც ჩვენ გვყავს მეტი შვილი. ეს ძალიან საინტერესო შტრიხია. როსტომს მიანიშნებს, რომ მას მემკვიდრე არ ყავს, ერთადერთი ბაგრატიონებს შორის ვინც არის გადარჩენილი არის დათუნა ბატონიშვილი, ნუ თავისი შვილის სიკვდილის ამბავი ჯერ არ იცის და მიანიშნებს იმაზე, რომ შეიწყალოს მისი შვილი და თუ რამეა მემკვიდრედაც აღიაროს. და ეს ეუბნება ასეთ რამეს, რომ აი მიშუამდგომლე ირანის შახთან, რაკიღა ის ტყვედ არის ჩავარდნილი, რომ არ დასაჯონ, რომ გამოვიხსნათ და რომ საქართველოში დააბრუნოს. და როსტომი ამას ყველაფერს პირდება. და ეუბნება, რომ შენ არ იცი როგორი მოწყალეა შახი, ის აუცილებლად გაითვალისწინებს ჩემ თხოვნას, უბრალოდ მე მებრალები შენ, რომ სანამ შენი შვილი დაბრუნდება, იქამდე მისი უნახავი რჩები და იქამდე უნდა იტირო და იგლოვო. ანუ როსტომაც ძალიან კარგად იცის, რა თქმა უნდა, დათუნა ბატონიშვილის ამბავი, მაგრამ მაინც ასე ეუბნება. ხორეშანი როსტომს თხოვს ასეთ რამეს, რომ ძალიან გთხოვ, ჩვენ საფლავს არ მოგვაშორო და ნუ საფლავში ალავერდის ტაძარი იგულისხმება, ის იყო კახეთის ბაგრატიონების საძვალე და მის ახლომახლო ტერიტორია შეგვინარჩუნო. და როსტომი ასეთ რამეს პასუხობს, რომ რა თქმა უნდაო, მე ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ თქვენი დამარცხების ამბავს გაიგებს ირანის შახი, უკვე გაიგებდა უпростоრად ირანის შახი, ვაი თუ მერე თქვენი თავიც მოითხოვოს, ანუ თეიმურაზის და ხორეშანის თავი და მე ვერ წავალ მის წინააღმდეგ, იძულებული ვიქნები, რომ თქვენი თავი გავუგზავნო და ხორეშანმა ოღონდ კი დათუნა ბატონიშვილზე უშუამდგომლოს და შვილი გადაურჩინოს და მაშინ სთხოვს, რომ კარგი, აღარც კახეთი გვინდა, ოღონდ გზა მოგვეცი, რომ იმერეთში გადავიდეთ. და ამაზე თანხმობას აძლევს როსტომი, აძლევს ცხენებს, ჯორებს, კათალიკოსი ქრისტეფორე ურდუბეგის არის ამ დროს, საეკლესიო ლაშქრით მათ გააცილებს იმერეთამდე გზას უხსნის და თეიმურაზი და ხორეშანი გადადიან იმერეთში. ეხლა იქაც იციან ამათი დამარცხების ამბავი, ალექსანდრე მეფემ და მისმა ქალიშვილმა დარეჯანმა, ნუ თეიმურაზის და ხორეშანის ქალიშვილმა დარეჯანმა, რომელიც ალექსანდრეს ცოლი იყო და იმერეთში გადასულ სამეფო ოჯახს ახვედრებენ გენათელ ეპისკოპოსს და ამალას. და გენათელმა ეპისკოპოსმაც შეიტყო, რომ დათუნა ბატონიშვილი გარდაცვლილია.
და აი, როდესაც მიაღწევენ სამეფო კარზე, გენათელი ეპისკოპოსი ეტყვის, რომ დათუნა ბატონიშვილი გარდაიცვალა, ოღონდ ალექსანდრეს ეტყვის და რადგანაც იმერეთში ჩვენ ცოტანი ვართ და ამდენ ხალხს ორჯერ ვერ შევუყრითო, აი, როდესაც ზარი დამთავრდებაო, მაშინო შენ დაიწყე ამ ამბის გამხელაო. ალექსანდრე მეფეს უნდა გაემხილა დათუნა ბატონიშვილის გარდაცვალების ამბავი და თეიმურაზი და ხორეშანი, როდესაც მივიდნენ იმერეთის სამეფო კარზე, რა თქმა უნდა, მას დიდი პატივით მიიღებენ, თავის ქალიშვილ დარეჯანსო გადაეხვევიან და აი ამ დროს ალექსანდრე მეფე იწყებს ხმამაღლა დათუნა ბატონიშვილის ქებას და ტირილს როგორ გმირულად დაეცა ის თათართაგან აგარიანთან მოკლული და აი ამ დროს გაიგებენ თეიმურაზიც, ხორეშანიც და დარეჯანიც, რომ დათუნა გარდაცვლილია. აი ეს გლოვა და ტირილიც აღწერილი აქვს ფარსადან გორგიჯანიძეს, სამივენიო მკვდრებივით გახდნენო, გენათელმა ეპისკოპოსმა იკისრაო მათი მოსულიერებაო, შემდგომ დაიწყო მათი დამოძღვრა, შეგონება, გამხნევება და ისეთი მოთქმა და ტირილი იყო, მკლავ ჩახდით ტიროდნენო, ესე იგი ეს იყო გლოვის გარკვეული ფორმა, რომელსაც ამ პერიოდის საქართველოში მიმართავდნენ და ისეთი ამბავი იყო და ისეთი გლოვა ტირილი, რომ ეს ყველაფერი რომ მე აღმეწერაო სრულადო, კითხველიც ტირილით მოკვდებოდაო. აი დაახლოებით ესეთი რამ უწერია ფარსადან გორგიჯანიძეს. სხვათა შორის დათუნა ბატონიშვილის მოჭრილი თავი გაუგზავნეს შაჰს, ხოლო თვითონ დათუნა ბატონიშვილი დაკრძალული არის ალავერდის ტაძარში. მისი საფლავის ქვა დღემდე არის შემორჩენილი. მასზე არის წარწერა, საიდანაც ვიგებთ, რომ დათუნა ბატონიშვილის ვაჟს ერეკლე პირველს განუახლებია მამამისის საფლავის ქვა, რომელიც აგარიათაგან იყო ნაწამები. აი ასეთ ფრაზას იყენებს ერეკლე პირველი. და ჩვენ გვაქვს შემორჩენილი ფრაგმენტი ხორეშან დედოფლის წერილისა მარიამ დედოფლისადმი, სადაც არის ფაქტობრივად დათუნა ბატონიშვილის დატირება. ძალიან ემოციური სიტყვებია და მე მინდა წავიკითხო ეს სიტყვები. თუმცა წერილის შინაარსი ჩვენ ბოლომდე არ შემოგრჩენია და არ ვიცით ზუსტად როგორ გრძელდებოდა, მაგრამ წერილი, ზოგადად საბუთები წერილები იწყება ავტორის ვინაობის აღწერით. და აი რას წერს ხორეშან დედოფალი. უბრალოდ და ამოწყვეტილი და აოხრებული, მის საკაცე უნახავი, მის ცხედარ უნახავი, მის საფლავზედ ვაება და გოდება უღირსებელი, მის გვერდით საფლავ უღირსებელი, შავბედი, სიყმით სიბერემდე უბედური და უბედურ დღეს დაბადებული, თვალდადგომილი, ყურდადგომილი, საწყალი თემისა და ქვეყნის საცოდავად გასული, ჩემი შვილისაგან დაუმარხავი, ახოვნად დახატული შვილის სიკვდილის მნახავი, ჩემი დათუნა მომიკლეს, ქისიხს ყოფნისათვის მომიკლეს შავბედი, ცოლი იქ ყვანდა და შვილი. აი ასე მიმართავს ხორეშან დედოფალი მარიამ დედოფალს, რომელიც როსტომის მეუღლე იყო და მანაც რამდენიმე წლით ადრე გამოსცადა შვილის დაღუპვის სიმწარე გამოსცადა. ამის შემდეგ ხორეშანი და თეიმურაზი რჩებიან იმერეთის სამეფოში, თეიმურას მისცემენ სკანდის ციხეს, რომელშიც ის ცხოვრობს. თეიმურაზის ნუგეშად რჩება ორი შვილიშვილი, დათუნა ბატონიშვილისგან ლუარსაბი და ერეკლე. და თეიმურაზი ცდილობს, რომ რამენაირად მაინც მოახერხოს კახეთის სამეფოში დაბრუნება, ის უკავშირდება რუსეთის სამეფოს, რუსეთში აგზავნის ელჩებს. მანამდეც ჰქონდა რუსეთის სამეფოსთან კავშირი, მაგრამ ამჯერადაც აახლებს აი ამ დიპლომატიურ მოლაპარაკებას. რუსი ელჩები მას ურჩევენ, რომ ბატონიშვილი ლუარსაბი, ანუ პირველი შვილი, გააგზავნოს რუსეთის მეფესთან
თეიმურაზი სასტიკ უარზე არის და აგზავნის მეორე შვილს, ერეკლე პირველს, შემდგომ ნაზარ ალი-ხანს 1653 წელს ერეკლე პირველი მიდის რუსეთში და 1654 წელს ჩადის იქ, შემდგომ უკვე თვითონ თეიმურაზიც მიდის რუსეთში, 1657 წელს წავა და 1658 წელს ჩავა ადგილზე, მაგრამ რეალური შედეგი მის ელჩობას არ მოყოლია, მას არც ჯარით ეხმარებიან, შემდგომ ის თხოვს, რომ შაჰ-აბასი აიძულონ და უკვე აბას მეორე არის ტახტზე ასული, კახეთის სამეფო არ აოხროს, მაგრამ ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო და აი ეს იმედგაცრუებული საკმაოდ ასაკოვანი თეიმურაზი უკან ბრუნდება. გზად სარატოვში ის იგებს, რომ მისი შვილიშვილი, მისი იმედი ლუარსაბ ბატონიშვილი გარდაიცვალა და ამან ძალიან გატეხა თეიმურაზი და იმოქმედა. ის ჩამოდის იმერეთის სამეფოში და 1659 წელს აქაც ხორეშან დედოფალი ხდება გარდაცვლილი უკვე და ამის შემდეგ თეიმურაზსაც დიდხანს აღარ უცოცხლია. მიუხედავად იმისა, რომ ის თავს აფარებდა იმერეთს, საბოლოო ჯამში მაინც ბედის ირონია და პარადოქსია, მაგრამ ის დატყვევებული გაუგზავნეს ირანის შაჰს, სადაც 1663 წელს ასტრაბადის ციხეში გარდაიცვალა და მისი ცხედარი მაინც მოახერხეს და კახეთში ალავერდის ტაძარში დაკრძალეს. ხორეშან დედოფლის შესახებ კი არ ვიცით მისი განსასვენებელი, არ ვიცით მისი საფლავი სად არის, თუმცა ერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ის ღირსეულად ედგა მხარში თავის მეუღლეს და ყველა ის ბედუკუგმართობა ღირსეულად აიტანა რას თეიმურაზს და მის ქვეყანას გადახდა თავს.